ავუზი. ძველი საიდუმლო. მოდი. მოდი ესმა. გელოდებოდი. შენი რეკომენდაციის წერილი მზადაა. გმადლობთ. დარწმუნებული ხარ? ინგლისში წასვლა მართლა გინდა? დიახ. მისმინე ესმა. ამ სასწავლებლის კარი შენთვის ყოველთვის ღია იქნება. შემიძლია ასისტენტად მუშაობა შემოგთავაზო. თუ გადაიფიქრებ, დაგელოდები. არ მინდა შენაერი ნიჭიერი ადვოკატი სხვა ქვეყანას ემსახურებოდეს. გმადლობთ. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღე. როგორც კი ინგლისში ჩავალ, წერილს გამოგიგზავნით. კარგი შვილო, როგორც შენ გინდა. მაგრამ არ დაგავიწყდეს ჩვენი კარი შენთვის ყოველთვის ღიაა. ვიცი მასწავლებელი. წარმატებულ დღეს გისურვებთ. უახლოეს პოსტაში უნდა მივიდე. ცოტა მეჩქარება. რა ხდება? ფრთხილად. რა ხდება? რას აკეთებთ? შუა გზაზე რატომ გაჩერდით? როდის ვეხდე? ხედავ? შენ გამო მისაყვედურეს. მოგესალმებით. დღეს როგორ დაგვარცხნოთ? რაც მთავარია, არ მინდა რომ თმას ისეთი მოცულობა ჰქონდეს, როგორც წინაჯერზე. კარგი? წელს ტალღოვანი თმაა მოდაში. მინდა რომ მეც ვცადო. არ უნდა მემჩნეოდეს, რომ ძალიან ვცდილობ ლამაზად გამოვიყურებოდე. კარგი? როგორც იტყვით. ერთი წუთით. გისმენო მერ. სასამართლოში მივდივარ. შენ სათხარ? ოფისში საქმე დაუსრულე და წამოვედი. მაგრამ საბუთების სახლში დამჩენია, უნდა დაუბრუნდე და წამოვიყო. სასამართლოში გნახავ, კარგი? კარგი. ნეტავ რომ ეს ასიამოვნო კომპლიმენტი რომ მითხრა, რა მოგივა? მოკვდები? კეთილი იყოს განი მობრძანება. გმადლობთ. ბოდიშს გიხდით რომ შეგაწუხათ. რას ამბობ შვილო? მადლობას უნდა გიხდიდე სახლიდან რომ გამომიყვანე. აბა მითხარი ვის ეძებ? აქ 20 წლის წინ კაცი მდინარეში ჩავარდა და დაიკარგა. გახსოვთ? როგორ არ მახსოვს? თქვენს რომ გარდაიცვალა. პოლიციელები ჩემთანაც იყვნენ. დამკითხეს. ეს წერილი თქვენ დაწერეთ? ჩემს ხელნაწერს არ გავს, მაგრამ მაინც გადავამოწმებ. თქვენ ბატონი რასიმის სოლი ხართ? კვლელობის გამო ციხეში არ იჯექით? მე არაფერი დამიშავებია ბიძია. ჩემი ქმარი არ მომიკლავს. პოლიციასაც ვუთხარი რომ იმ დღეს სახლში ადრე წავედი.
ვერ დავინახე ეს ვინ ჩაიდინა. მაგრამ ვიღაცა მაშკარად დაინახა. წერილი მომწერა. ბიძია, დამახმარე გთხოვ. ის ადამიანი უნდა ვიპოვო. არ გახსოვთ იმ ღამეს აქ სხვა ვინ იყო? იმედი ვიქონიოთ. საბრი უნდა ყოფილიყო. ახლა სად არის? გარდაიცვალა შვილო. მაგრამ პოლიციას უთხრა რომ არაფერი დაუნახავს. მამაკაცი იყო. რამე მნიშვნელოვანი რომ დაენახა პოლიციას ეთყოდა. მოიცადეთ კიდევ ვიღაც იყო. ზუსტად არ მახსოვს რა ერქვა. ახალი დაწყებული ქონდა მუშაობა. გამახსენდა. ჰალილი ერქვა. ჰალილ, რაც გინდოდა ყველაფერი ჩამოვიდა. შეკვეთა ხომ მომეცი? ბავშვს თუ გამოგზავნი გამოვატან. მაგრამ თუ არ გეჩქარება ახლავე გამომზადებ და წაიღე. მადლობ, მაგრამ ახლა მეჩქარება. მერე ბავშვს გამოგზავნი. წარმატებები. მადლობ. ომერ შვილო ამ დროს სახლში რას აკეთებ? სასამართლოზე წასვლას ვაპირებდი მამა, მაგრამ საბუთები სახლში დამრჩა და წასაღებად შემოვიარე. კარგი შვილო, საქმეს მიხედე. მამა. ცუდად გამოიყურები. არაფერია შვილო, კარგად ვარ. წადი. მამა. კარგად არ ხარ. საავადმყოფოში წავიდეთ. საჭირო არ არის შვილო. ჩემი თავის მე უკეთ ვიცი. ცოტა ხანს წამოწვევი და გამივლის. წადი არ დააგვიანო. ჰალილს ერთი შვილი ყავდა. ავად იყო. დღე და ღამე მუშაობდა რომ კურნალობის ხარჯები დაეფარა. ახლა სად ვიპოვო ის ჰალილი? ვიცადე. სტამბოლში მალთეპეში მაღაზია ჰქონდა. ასე გავიგე. მოხუცი ვარ, მაგრამ კარგად მახსოვს. ახალგაზრდებზე კარგად ვაზროვნებ. ზუჰალ, ჰალილს ხომ ვიპოვით? ჩინარ. რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით. თუ ვიპოვით, ჩემი შვილები მიხვდებიან, რომ მათი მამა მე არ მომიკლავს. თუ დავამტკიცებ, რომ უდანაშაულო ვარ, ჩემი შვილები მიმიღებენ. რა თქმა უნდა. მაგრამ ჯერ სასტუმროში წაგიყვან და ისვენე. მერე ვნახოთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩინარ. მაშინ სტამბოლის ავტობუსის ბილეთს ვიყიდი. რა საჭიროა? ხოლმე მფრინავით ვბრუნდები. ბილეთს მე გიყიდი. ერთად წავალთ. დაჟინებით მოითხოვს, რომ სტამბოლში წავიდეთ და ის კაცი ვიპოვოთ. სად იპოვის ზუჰალ? სტამბოლი დიდია, იმ კაცის გვარიც კი არ იცის. ძვირფასო. ნუ თუ ვერ გაიგე რა გითხარი. საერთოდ არ მისმენ? ჩინარი შეპყრობილია. მე თუ არ წავიყვან, თავად წავა იმ კაცის საძებნელად. გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. სხვა არაფერზე ფიქრობს. თურგუთ, რადაც არ უნდა დაგვიჩნდეს, პირველებმა უნდა ვიპოვოთ ის ჰალილი და თავიდან უნდა მოვიშოროთ. როგორ? ვიცით სად არის ჰალილი? 20 წელი გავიდა ზუჰალ. საიდან უნდა ვიცოდე სად არის ვიღაც ჰალილი? კარგი ძვირფასო, მართალი ხარ. არ იცი სად არის. მაგრამ თუ მოინდომებ, როგორმე იპოვი. ირგვლივ მოიხედე. ამ ქვეყნად შენზე გავლენიანი კაცი არ მეგულება. აქამდე რაც შეფიქრებული გქონდა, ყველაფერს მიაღწიე საყვარელო. არც ამ საქმის მოგვარება იქნება პრობლემა.
აკლოდინი არაფერს მოგიტანს. ძირფასო. შენ უკეთ იცი, მაგრამ მე თუ მკითხავ, ამაღამვე უნდა წახვიდე სტამბოლში. მე ხოლდილით ჩინართან ერთად ჩამოვა. კარგი? თურგუტ. არ მისმენ? იმ კაცმა ჰალილმა იცის, რომ შენი ძმა მოკალე. ჩინარმა თუ იპოვა, ყველაფერი გაირკვევა. 20 წლის წინ როგორღაც გავაჩუმეთ, მაგრამ ვინ იცის, იქნება ახლა ალაპარაკდეს. ვიზე ლაპარაკო ბრძალო. თურგუტს რას ერჩი? არაფერს დედა. ბევრი საქმე მაქვს. ხუთხარი ხელს ნუ შემიშლი მეთქი. თურგუტ. ამ საღამოს ბიძია ქირვენი მოვა. ხელზე აკოცე და მასპინძლობა გაუწიე. სირცხვილია, მარტო ხომ არ დავხვდები. სხვა დროს ნახავდე და სტამბოლში ამ საღამოს უნდა დავბრუნდე. სად გეჩქარება? ამ დროს სტამბოლში რა საქმე გაქვს? კომპანიიდან დამირეკეს. მითხრეს, რომ ხვალდილით შეხვედრას უნდა დავესწრო. ნიშნავანი რომ არ იყოს არ წავიდოდი, მაგრამ შეხვედრას ვერ გავაუქმებ. მოკლედ. მომემზადები. არ მინდა აეროპორტში დამაგვიანდეს. ჩემი რასიმი მამამის გავდა. ისიც ისევე ზრუნავდა ცოლზე, შვილებზე, ოჯახზე. ყველა პრობლემას თავად აგვარებდა. შენ მათ არაფრით გავხარ. ხოლო საკუთარ თავზე ფიქრობ. დედა გთხოვ, ახლა ნუ დაიწყებ. მინდა სტამბოლში მშვიდად დავბრუნდე. ამას რატომ ამბობ, დედა? თურგუთი ცხონებული რასიმის შვილებს არაფერს აკლებს. საკუთარი შვილები ვით ზრდის. დღე და ღამ მუშაობს, რომ ბავშვებს უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ. შენ საქმეს მიხედე, ზუჰალ. ვახშამს ლაპარაკით ვერ მოამზადებ. მე მოვამზადებო მითხარი და ხმა არ ამომიღე. ფიდანი აქამდე 50 სტუმრისთვის სამყოფ მანტის მოამზადებდა. ღმერთო, გმადლობ, რომ ამ დღეს მომასწარი. მალე ჩემ შვილებს გულში ჩავიკრავ. მთელი ეს წლები შენ გარდა არავინ მყავდა. ჩემი ერთადერთი მფარველი იყავი. 20 წლიან ჯოჯოხეთს შენი წყალობით გავუცელი. ღმერთო გთხოვ, ნუ რავის გამოაცდევინებ შვილებთან განშორებას. ახტაცებას ვერ მალავ, რადგან ვიცი, რომ მათ მალე ვნახავ. გთხოვ სიმართლის დამტკიცებაში დამეხმარე. ამინ. სახლში ვარ, ზუჰალ. ახლა გავდივარ. ჩინარს თვალი ადავნე. დანარჩენს მე მივხედავ. კარგი, რამდენიმე ადამიანი დავიქირავე. ჰალილს მოძებნიან. არი ნერვიულო. იმ კაცს იქამდე ვიპოვით, სანამ ჩინარი მიაგნებს. კარგი, ზუჰალ. ესმაც აქ არის. გითხავ. კარგად. ზუჰალ საინტერესებს იფექთან მუშაობას როდის დაიწყებ. როგორც ვიცი, შეუძლებას მალე დაასრულებს. როდის მოხვედი, ბიძია? მეგონა კიდევ ერთი დღით დარჩებოდი. კომპანიიდან დამირეკეს, ამიტომ სასწრაფოდ მომიწია დაბრუნება. დღეს ბიცოლას ჩამოვა. ბებია როგორ არის? კარგად. თქვენთან მოკითხვა დამაბარა. წელს მამას საფლავზე ვერ წავედით, ბიძია.
იმედია მომავალ წელს წახვალთ. სეჰერის ქმარს დაველაპარაკები. ნებართვას ავიღებ. აჯობებს სამივე ერთად წახვიდეთ. მომართლა, კინაღამ დამავიწყდა. იმედია ამ კალმებით დიდ წარმატებას მიაღწევ. იფექტთან მუშაობის დაწყებას დიდხანს ნუ გადადებ. ზუჰალი უკვე დაელაპარაკა. ხომ დათანხმდები? ბიძია, რაღაც მინდა გითხრა. დილამშვიდობისა ბიძია. დილამშვიდობისა ჩეტენ. ასე მალე დაბრუნდი? მინდა დამეკითხა, ვახშმად შენი საყვარელი წვნიანი მოვამზადო? მომამზადე შვილო. ჩეტინსაც უყვარს, ხომ ასეა? ასეა ბიძია. თუ სათქმელი არაფერი გაქვს სწავალ. ვარჯიშზე მაგვიანდება. კუდრეთი სად არის? სასწავლებელშია? არა, სახლშია ბიძია. ამ დროს სახლში რას აკეთებს? სასწავლებელში ისევ არ წასულა, არა? ჩეტინ კუდრეთი შენ არ ჩაგაბარე? ხომ გთხოვე, თვალი ადევნე მეთქი. კუდრეთმა მითხრა, რომ დღეს დასვენება ქონდა. შენს დაიჯერე, არა? სამომყევე. რა ხდება კუდრეთ? ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? დილამშვიდობისა, მამა. დილამშვიდობისა. რომელი საათია შვილო? სასწავლებელში არ უნდა იყო? წასვლას ვაპირებდი. თავს თუ მარიდებ. მიპასუხე, სასწავლებელში რატომ არ წახვედი? ამა ხომ გითხარი, ვაპირებდი. მიტყუები კუდრეთ. გონი არ გიცნობ? როდის უნდა გაიზარდო? ჩემი ბრალია. მინდოდა კომპანიაში გემუშავა, შრომის ფასი გწოდნოდა. დედა შენმა კი უარი განაცხადა. მამა დილიდან რა ენერგიაზე ხარ? ერთხელ თუ გავოსდე რა მოხდება? რა პრობლემაა? წადი, დასასმელი გამოიცვალე და სასწავლებელში წადი. ამიერიდან შენ შკოლაზე ვეღარივლე. დღეიდან სასწავლებელში ჩეტინი წაგიყვანს და წამოგიყვანს. რცხვენოდე შვილო. ამბით შეხედე. არც დედა ჰყავს, არც მამა. რასაც მიაღწია ყველაფერი თავისი შრომის დამსახურებაა. შენ კი გინდა რომ ყველაფერი ლანგრით მოგართვათ. მაგრამ რად გინდა? ამ ბიჭის ფრჩხილის ფასადაც არ ეღირები. შხაპი მიიღე და გავიდეთ. ვარჯიშზე ვაგვიანებ. როგორც მიბრძანებ ძმაო ჩეტინ. სახლი აქედან ძალიან შორს არის? ჩემთან ვერ წაგიყვან ჩინარ. თურგუთმა რომ გაიგოს იქ მიგიყვანა მომკლავს. ჩემი შვილების ნახვა მინდა. ძერფასო, ღვთისწყალობით ერთ დღე მალე დადგება. ბავშვებს ახლა ვერ განახებ. რამდენჯერ გითხარი მათ მკვდარი გონი ხარ მეთქი. როცა ჰალილს ვიპოვე, ყველაფერი გაირკვევა. მიხვდებიან რომ დედას ცილი დასწამეს. იმედია ძერფასო, იმედია. ახლა სასტუმროში წაგიყვან და ისვენე. იმ კაცის ძებნა ხოლდილით დავიწყოთ. მართმა დაგლოცოს ზუჰალ. წავიდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ისმეთ, ვიღაცას ვეძებ. გავიგე რომ აქ მუშაობდა. ვის ეძებთ? ჰალილ ილმას. ჩემი ხნის კაცი უნდა იყოს. აქ მალათიადან ჩამოვიდა. ბატონო,
აქ ყოველდღე უამრავი ადამიანი მოდის სამუშაოდ. უმეტესობა ისევ მშობლიურ ქალაქს უბრუნდება. რაკნან, ხერს ვერ ნახულობენ. ჰალილს რატომ ეძებთ? მამა ჩემი ძმის შვილია. მამა ჩემი ახლახან გარდაიცვალა. მისი ანდერძის მიხედვით, ჰალილს მიწის ნაკვეთი უნდა გადავწე. ვიზიარებ თქვენს სოხარებას, მაგრამ ჰალილს არ ვიცნობ. ბატონო თურგუტ. ბაზარში კიდევ 3-4 ჰალილია, ისინი შევამოწმოთ. კარგი, შევამოწმოთ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. სახლში შევივლი და დავბრუნდები. აქ დამელოდე, კარგი? არა. აიღე გთხოვ, ნუ გერიდება. კიდევ რამე ხომ არ გჭირდება? ჩემი შვილის. კუდრეთის შესახებ არაფერი გითქვამს. შენი შვილის. ჩინარ, დაგავიწყდა რომ ერთმანეთს პირობა მივეცით. მითხარი რომ კუდრეთი ჩემი შვილი იქნებოდა. რომ დედას მე დამიძახებდა. მე შევასრულე პირობა. კუდრეთი ისე შევიყვარე როგორც საკუთარი შვილი. კუდრეთი ჩემი შვილია. კუდრეთის წარწმევას არ ვაპირებს უხალ. შემთხვევით წამოვწდა, მაგრამ გპირდები აღარ გავიმეორებ. რა თქმა უნდა შენი შვილი. რა თქმა უნდა, ასე. მოდი შენს შვილზე მომიყევი. ჩემი შვილი ძალიან ჭკვიანია. მაღალია, სიმპათიური. უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს. მე და თურგუტს მზედამთვარი ამოგდის მასზე. ყველაფერი ვიღონეთ იმისთვის, რომ სასახელო ვაჟკაცად აღგვეზარდა. ჩვენი კუდრეთისთვის არაფერი მოგვიკლია. მართმა დაგლოცოთ. ჩემ შვილებთან ჩეთინს, ესმას და სეჰერს ვგულისხმობ. კუდრეთს როგორი ურთიერთობა აქვს ბიძაშვილებთან? ძალიან კარგი. ისინი ბიძაშვილებად არ აღმიზრდიან და ძმებად აღგზარდა. ერთმანეთისგან არ ვანსხვავებდი. ერთმანეთის სიყვარულში გაიზარდნენ. კუდრეთი ჩეთინის, ესმას და ჰესერის უმცროსი ძმაა. გმადლობს უხალ. რა ხდება? რა საკეთებ? გადადი, უნივერსიტეტში მოვედით. რატომ რაზობა? მე დაგავალე, წამიყვანე მეთქი. ძვირფასო კუდრეთ, შენ არა, ბიძა ჩემმა მითხრა. ბიძა შენმა გითხრა არა? შენთან შემოთავაზება მაქვს. მამა ჩემს რომ არ მოусმინო, ამით არაფერი დაშავდება. გასაღები მომეცი და სახლში ჩემი დაუბრუნდები. კუდრეთ, მანქანიდან გადადი. მაიძულებ ბიძიას დაურეკო. სადაც ხარ ძმაო? სადაც წვეულება კუდრეთიც იქ არის. დამპატიჟე და შენს წვეულებას გავახალისებ.
გუდრეთ. რომელ საათზე მორჩები რომ გამოგიარო? 6 საათზე მოდი. ეს სიმპათიური ბიჭი ვინ იყო? ჩემი მძღოლი. ქალაქის საცობებმა დამღალა, ამიტომ მძღოლი ავიყვანე. რას მალაპარაკებ, წამოდით. ჩაის დაგისხა მამა. ბევრი დავლია, მაგრამ მამა ხომ იცი ფრთხილად უნდა იყო. გამისხი შვილო, მამა შენ ჩაის ნუ აუკრძალავ. მე ამით ვტკბები. კარგი. ალო? ისმენ ნედიმ, ამდილა უთენი არ ახტება. ეს მე უნდა გკითხო ძმაო. რა მოხდა? მე არაფერი ვიცი. ძმაო, ვიღაც იყო მოსული. შენზე მკითხა. თან საეჭვო პირები ახლდა. ერთ-ერთი იარაღი ჰქონდა. უთხარი არ ვიცნობ მეთქი. მერთო. არ გითხე ვინ იყო ან რა უნდოდა. არ მეკითხავს ძმაო, მაგრამ მგონი იმ კაცს თურგუთი ქვია. გავიგე მისმა ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა რომ მიმართა. თურგუთი? ო ძმაო, ბატონი თურგუთი. გავლენიანი კაცია. ამიტომ გადავწყვიტე შენთვის და ამერიკა და მეთქვა. მე კი გავუშვი ჩვენი კაფედან, მაგრამ კარგად მოქცეულ ხარ. თუ კიდევ მოვლენ არაფერი უთხრა. მე მალე დავბრუნდები. მოდი ეს საკითხი ღმერთს მივანდოთ. შენ მოკალი. ჩემი თვალით ვნახე. შენი ძმა მოკალი. პოლიციაში წავალ და ყველაფერს მოვყვები. დაიშები. უბედური შემთხვევა იყო. უნებურად მოხდა. უბედური შემთხვევა? შენ ძმას დანაგულში ჩაარტყი. თვალებში უყურებდი და ისე მოკალი. კიდევ რომ ამბობ, უბედური შემთხვევა იყო. შენც ხომ იქ იყავიო? ო, იქ ვიყავი, ყველაფერი დავინახე. ბატონო ხალილ, მომხდარს ვერაფრით შევცვლით. დამშვიდდით. დავსხდეთ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ როგორ მოვიქცეთ. როგორ მოვიქცეთ? ნება მომიცით გითხრათ როგორ მოვიქცევი. ახლავე პოლიციაში წავალ და გიჩივლებთ. შენ და შენი ქმარი დაიშჩებით. ახლა კი ჩემი სახლიდან გადით. შენი შვილი ავადაა. მართალია რომ კურნალობისთვის ბევრი ფული გჭირდება. იმდენ ფულს მოგცემ რომ შვილი გადაარჩინო. ხოლო ის მინდა რომ გაჩუმდე. არავის უთხრა რაც ნახე ჩაის ბაღში. სულ ესაა. მეც არაფერს არ გთხოვ. ამით ყველაფერი მორჩება. არა, არ შემიძლია. უდანაშაულო ხალხს ციხისთვის ვერ გავიმეტებ. შენ საკუთარი ძმა მოკალი. სიმართლე რომ არ ვთქვა, მთელი ცხოვრება სინდისი არ მომასვენებს. უკვე გითხარით. პოლიციაში წავალ და ყველაფერს განვაცხადებ. დაიშჩებით. მერე შვილს როგორ გადაარჩენ? სადიშობი იმდენ ფულს რომ მისი მკურნალობის ხარჯები დაფარო. მისმინე ჰალილ. ადამიანს რომლის სიცოცხლე ძაბზე კიდია სინდისი არ გააჩნია. აშკარად სამართლიანი ადამიანი ხარ, მაგრამ ახლა სინდისის სასწორის ერთ მხარეს უნდა დააყენო. ვაჟი კი მეორე მხარეს. კარგად დაფიქრდი.
გადაწყვეტილება ასე მიიღე. ან შენ სინდისე იტყვი უარს. ან შენ შულზე. არჩევანი შენზეა. მამა? მამა? კარგად ხარ? კარგად ვარ. ნაბატია ყურადღება გამეფანტა. რას ამბობდი? ჩემს ოფისზე გელაპარაკებოდი. ჯერ კიდევ არ მოსულ ხარ სანახავად. რა ვიცი შვილო. მარტო რომ იყო აუცილებლად მოვიდოდი, მაგრამ ვიცი რომ პარტნიორი ყავს. მოხმანობ მგონია რომ იმ საყვარელ გოგოს იფექს შევაწუხებ. მამა რას ამბობ? იფექი ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევს. თანაც ის ოფისი შენ შვილსაც ეკუთვნის. შენთვის ჩემი სამსახურის კარი ყოველთვის ღიაა, ხომ იცი? ვიცი შვილო, ვიცი. ღმერთმა დაგლოცოს. შენც მამა. მაგრამ ამჯერად თავს ვერ დაიზრან. წარმატებული პირველი წელი უნდა აღვნიშნოთ. პირობა მომიცი რომ მოხვალ. კარგი. მოვალ. მაგრამ ჯერ ჩაი დამისხე. მიდი. ამერიდან შენ საქმეებში აღარ ჩავერავე. თანაც რა მნიშვნელობა აქვს მე რომ წავალ, მე მაინც დალევ. თუ გინდა ყავაც დალია. Ოცი წელია, ჩემი შვილები არ მინახავს. ზუსტად 20 წელია. ვეღარ ვუძლებ, როცა ვიცი, რომ მათი ნახვა შემიძლია. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ. უკაცრავად. შეგიძლიათ ტაქსი გამოიძახოთ. ხოლო ერთი თხოვნა მაქვს. აქ რომელი ტაქსითაც მოვედი, ის გამოიძახეთ. კარგი ხალბატონო, ახლავე გამოვიძახებ, შეგიძლიათ ტაქსის მოსვლამდე აქ დაიცადოთ. კარგი, გმადლობ. არაფერს, მოითმინეთ, გეტყვით რამდენ ხანში მოვა. ხალბატონო ჩინარ, ტაქსი 15 წუთში აქ იქნება. იგივე ტაქსი იქნება? დიახ, იგივე მოვა. მაშინ გარეთ დაველოდები. საჭირო არ არის, როცა მოვა დარეკავს. არა უშავს, მირჩევნია გარეთ დაველოდო. კარგი. დილომშვიდობისა ომერ, დილომშვიდობისა ბიძია. დღესოდა დააგვიანე, მაგრამ არ ინერვიულო. შენი გაზეთი გადავინახე. მადლობთ. ახლავე გამოგიტან. მოდი აქ, სად მიდიხარ? თავი დამანებე. ნუ მომყვები. მოდი მეთქი. გამიშვი. უნდა წავიდე ფარუქ. დავიღალე, გესმის? კარგი ერთი, რამ დაგღალა? არ გამაბრაზო თორემ ცუდად დაასრულებ. რა სიზამ? ისევ მცემ? ახლავე ნახავ. მოიცადე, შენ მიხარ, ხელი გამიშვი. გამოქვაბულში ცხოვრობ, არ გსხვენია ქალზე ხალს რომ წევ. შენ გეკითხება, ჩემი ძოლია და რასაც მინდა იმას უზავ. ამის უფლება არ გაქვს, კანონი გიგრძელავს, ეს დანაშაულია. მიხარ რომ კანონებზე მელაპარაკები. მოსამართლე თუ პროკურორი? ადვოკატი ვარ. შენ სწორს თავი დაანებე, ხელით აღარ შეეხო. სადაც უნდა იქ წავიდეს. კარგი ერთი. ამაკითხე დასასრული აქვს თუ არა? ვინმე ახლობელი გყავთ? დამყავს. ესევ სემე ფარუქ. ქალს ცხოვრება გაუმწარი, არ გსხვენია? ნუ ერევი, შენ საქმეს მიხედე. ჩემს სოლს თვითონ მივხედავ.
მომისმინე ფარუკ, თუ ამ ქალბატონს თავს არ დაანებებ, პოლიციას გამოვიძახებ და მაშინვე განყოფილებაში გადაგიყვანენ. ჯერ არაფერი დასრულებულა. ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდები ჩემს სახლში და მერე მოგთხოვ პასუხს. წამოდი შვილო. წამოდი. მოდი, დაჯექი. ძალი დარია შვილო. ღმერთმა დაგლოცოთ. გმადლობთ. რა ხდება? შენ მაქმარმა რატომ გცემა? აქამდეც ხშირად ვუცემივარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. დავიღალე. მაგრამ მისგან თავის დაღწევა არ შემიძლია. კარგი, მაგრამ ასე არ შეიძლება. შენ მაქმარმა უნდა შეიგნოს, რომ დაუცველი არ ხარ. გამომართვე, ეს ჩემი სავიზიტო ბარათია. როცა შეძლებ ჩემს ოფისში მოდი. ერთი ლირაც არ მაქვს. ფული როგორ გადაგიხადოთ? არ ინერვიულო. შენგან არაფერს მოვითხოვ. მართლა? ღმერთმა დაგლოცოთ. ახლა შენს დასთან წადი, იქ დარჩი. მოგვიანებით მოდი და ერთად გადავწყვიტოთ შენი განქორწინების საკითხი, კარგი? კარგი, ღმერთმა დაგლოცოთ. შენც. შენ წადი შვილო, ამ გოგოს მე მივხედავ. დიდი ხანია ვიცნობ. მადლობ ძმაო, შენი გაზეთი არ დაგავიწყდეს. წადი. მოგვიანებით შემოიარე და მერე ვილაპარაკოთ. მადლობ. ყველაფერი კარგად იქნება, ჩემს ოფისში მოსვლა არ დაგავიწყდეს. როგორ უნდა დამავიწყდეს? აუცილებლად მოვა. კარგი, ნახვამდის. ისმენი ფეკ. დილამშვიდობისა. ჩემი სასამართლო პროცესი გადაიდო. მაინტერესებს ოფისში როდის მოხვალ? სახლიდან გამოხვედი? ახლა ხან გამოვედი. ოფისში ერთ საათში ვიქნები. კარგი. ესე იგი ერთ დროს მივალთ. თუ ასე ოფისში შევხვდებით. დროებით. სიზმაში ვნახე? ამ დილაუთენი აქ რას აკეთებ? დილამშვიდობისა დაო. საუზმე მზად არ გაქვს? ძვირფასო, სასაუზმოდ მოხვედი? ბოდიშს გიხდი, რომ ცოდნო დამოხვიდოდი, სუფრას გავაწყობდი. კარგი, ესე იგი დღეს ხასიათზე არ ხარ. ლამისაა თავი გამისკდეს. დილიდან თურგუც ვეძებ, ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები. შენ მაინც ნუ მაწუხებ. კარგი? დაო. ბოლოს რომ თეთრი პერანგი იყიდე, შეგიძლია მათხოვა. ამ საღამოს დამჭირდება. იფეკ, რა თეთრი პერანგი. რაღაც ისეთი მოხდა, რაც მე არ ვიცი? ვითომ ვერ ხვდები დაო, რჩევა მჭირდება. არ ვიცი როგორ მოვიქცე. ომერი ხომ იცი? ხო, ვიცი, რა დაემართა? არა დაო, ხომ იცი, დიდი ხანია ერთად ვართ. კი, ერთად ხართ. როგორც პარტნიორები, ერთად მუშაობთ. დაო, ნუ დამცინი. სულაც არ დაგცინი, მორჩი ამ სისულელეებს, ომერ შენთვის არ უთქვამს მიყვარხარო. ძალიან მორცხვია და ვერ ბედავს. ამდენი წელია ერთად ვართ და გრძნობებში ვერ გამომიტყდა. რა ქნას? ამიტომ შენ თვითონ გამოუტყდები? რატომაც არა? იმ მდგომარეობაში არ ვარ, რომ ამდენი წლის ურთიერთობა წყალში ჩავყარო. კარგი, იფეკ. რაც გინდა ის გააკეთე. ყველაფერში მხარს დაგიჭერ. ეს ხომ იცი? წადი ომერს დაელაპარაკე, თუ გინდა ნიშნების ბეჭედიც, შენ თვითონ იყიდე. ესე იგი მხარს დამიჭერ? რა თქმა უნდა, იფეკ. ეს ისედაც იცი. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები და დაგეხმარები. მაგრამ დღეს ნუ რაფერს მთხოვ, კარგი? ჩემო დაიკო. წარმატებას გისურვებ. მისმინე. შენი ძმის აუდიენციაზე წასვლა არ გაბედა. სახლში დარჩე.
შეუძლებელია ერჯუმენტ. ასეთ დროს ჩეთის მარტო ვერ დავტოვებ. კარგი, ერთი შენი ძვირფასი ძმა ბრაზილიის გუნდს ხომ არ უერთდება? ასე ნუ ამბობ. ხომ იცი რამდენს შრომობს? სეჰერ, ჯერ შენმა ძმამ პირის დაკუმვა ისავლოს. ვერ გაიგონე გუში როგორ მელაპარაკა. სანამ კაცი არ გახდება, ვერავის პატივის თემას ვერ დაიმსახურებს. გასაგებია? არ მინდა ჩეთინის გამო ხასიათი გავიფუჭო. ვის ველაპარაკები? გესმის რას ვამბობ? მესმის. კარგი, ნახვამდის. დურო. მოემზადე შვილო. დავაგვიანებთ. ამდილა უთენია სად მიდიხარ? სად წავალთ დედა? ჩეთინთან მივდივართ. ყოველ დღე რომ არ ნახო რა მოხდება? დაძმას თუ ვერ შორდებოდი, რატომ გათხოვდი? ბიძიასთან მივდივართ? ო, შვილო. ბიძია გველოდება. საჭმელს ვინ გააკეთებს? ვინ იცის რომელს აძე მოხვალ? ვახშამი უკვე მოვამზადე დედა. გასკურაზია. თუ მოგშივდება გააცხელე და მიირთვი. სახლი წუხელ დავალაგე. არაფრის გაკეთება არ მოგიწევს. ისევ იგივე. ერჯუმენტი რომ დაბრუნდება რა ვუთხრა? რძალი წავიდა, შენი სიტყვა არაფრად ჩააგდო მეთქი. ფეხსაცმელი ჩაიცვი შვილო. დედა. ხო რამე მოიფიქრე. ხომ იცი მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ წავიდოდი. მნიშვნელოვანი საქმეები არ გელევა. ქალი როცა რძალი ხდება სახლში უნდა იყოს. ერთი შეხედეთ. აღარც მეპასუხება. რასაც უნდა იმას აკეთებს. ჩემი შვილი მართალია რომ გცემს. მეტის ღირსი ხარ. ყველაფერს იმსახურებ. მოვედით და ეს სახლია. ცოტა მოშორებით ჩამოვალ. მოითმინე შვილო, მოითმინე. ალო? ესმა. კარგი, 2 წუთში კართან ვიქნებით. შეგიძლია გამოხვიდე. დურო. კარგი. მიდი გელოდებით. დეიდა! დეიდა სიხარულა. დაო, ჯარისკაცივით 1 საათია გელოდებით. სად ხარ აქამდე? ესმა. სეჰერ. მარტო ჩემო რა ჩავიდინე. ვინმე დაგვიძახა? მეც ასე მომეჩვენა. მაგრამ ხომ ხედავ არავინაა. წავიდეთ, თორემ დავაგვიანებთ. არ დავაგვიანებთ, ნუ ღელა. გახმოვანებულია მთავარ არხს.